ოცნების შემწირველებმა აჭარაში 15 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება უკონკურენტო აუქციონებზე შეიძინეს კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ უკონკურენტო აუქციონებზე სახელმწიფოს კუთვნილი ქონება კონკურენციის არარსებობის გამო მინიმალური ფასნამატით გაიყიდა. მაშინ, როდესაც კონკურენტულ აუქციონებზე გაყიდული ქონების ფასი საწყის ფასს თითქმის ორჯერ აჭარბებდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გაარკვია, რომ ქონების შემძენ 8 კომპანიას ქართული ოცნებისთვის ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი აქვს შეწირული. თამარ დემეტრაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. თამარ, გისმენთ. კვლევა მოიცავს 2022-2024 წლებს. აღმოჩნდა, რომ ამ წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით აჭარაში ჩატარებული 40 აუქციონიდან 28-ში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. იმის გამო, რომ აუქციონების 70%-ში კონკურენცია არ იყო, შემძენებს საშუალება მიეცათ, რომ მინიმალური დანახარჯით შეეძინათ სახელმწიფო ქონება. აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის დირექტორები და მეწილეები კი ოცნების მსხვილი შემწირველები არიან. შემწირველების მიერ ჯამში შეძენილია 175,000 კვადრატული მეტრი მიწა და 36,000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა ნაგებობები. ამ ქონებების საწყისი ფასი 14 მილიონი ლარი იყო, ოცნებასთან დაახლოებულმა პირებმა კი მხოლოდ 800,000-ით მეტი გადაიხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის ქონების რეალიზაციით სახელმწიფო ბიუჯეტმა მინიმალური სარგებელი ნახა. მაგალითად, შპს აგროგრინ საშუალება მიეცა ქონება 20%-იანი ფასდაკლებით ეყიდა ფასად სისტემამ, რომლის დირექტორის ბიზნეს პარტნიორის შვილი ჯაბა ფუტკარაძე მაშინ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი იყო და ამ აუქციონებს მართავდა. აუქციონში გამარჯვებულ შემწირველებს შორის არიან ასევე კომპანიები თურსა, ჯორჯიან კონკრეტ კლაბი, ანაგი ბეტონი. ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა ეს კომპანია ქართულ ოცნებასთანაა დაახლოებული. ის რომ 93 მილიონიდან 55 მილიონი ნაყიდია შეძენილი, ასე ვთქვათ, უკონკურენტო გარემოში, ერთი მყიდველი იყო, ამ პირდაპირ მიყიდვა იყო და ასე შემდეგ, მეტყველებს იმ კორუფციულ გარემოზე, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა. ეს ადამიანები შემომწირველები არიან ქართული ოცნების, უმეტესობა მათგანი, ვინც ეს პრივატიზება, ასე ვთქვათ, ამ პირდაპირ მიყიდვის წესით გააკეთეს, ან შეიძინეს რაღაც უკონკურენტო გარემოში, ანუ მარტო იყო აუქციონის დროს წარმოდგენილი, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან სისტემური, ასე ვთქვათ, ორგანიზაციები, რომლებიც ეკონომიურად ამაგრებენ დღეს არსებულ რეჟიმს. ქართული ოცნებისთვის აჭარა არის პარტიული ყულაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, მნიშვნელოვანი ადგილი, საიდანაც ის ავსებს ამ პარტიულ ყულაბებს და შემდეგ განაწილებს. გამომდინარე იქედან, რომ დღეს ბათუმში განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით სრულიად პრობლემული ველი არსებობს. გენგეგმაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია ფაქტობრივად აღარ არის დღის წესრიგში და სწორედ ამიტომ ჩნდება ის ხვრელები, რაც აძლევს ქართულ ოცნებას და მის შემწირველებს იმის საშუალებას, რომ მსგავსი კორუფციული სქემებით გაამდიდრონ პარტიული ყულაბები. აღსანიშნავია ისიც, რომ უკონკურენტო აუქციონებში გამარჯვებული კომპანიებიდან 3 აუქციონების გამოცხადების შემდეგაა დაფუძნებული, 2 კომპანია კი აუქციონების გამოცხადებამდე 2 კვირით ადრე დააფუძნეს.